გილოცავთ ახალ წელს. Maus დაესწარით. გისურვებთ ჩართულობას, სიხარულს, სულიერ წინსვლას. დიახ. და აზრები გვქონდა რამე, ერთი აღმოსავლეთ გარეთ. Dobrze. Mogę studiować Jezus. Kościół odesy, kościół odpalowatami, kościół centrum, co jest on. Naszym kondom ze salwarida, kiedy ugamy meureb. Jest mis normalny. Როგორ? Namaste. Sorry, I don't speak English. I'll translate in English. And სულიერ გზაზე მხოლოდ წინსვლა შეიძლება. ზოგადია ინგლისურად. კიდევ კარგი. რაღაცა მეოთხე ენაში არ არის გადასატარებელი. სულიერ გზაზე თუ დადგება ადამიანი, მან აუცილებლად თუ დაწინიაროს. სულიერ გზაზე ვინც დგას, მისთვის გაჩერება არ შეიძლება. სულიერ გზაზე გაჩერება დაღუპვის თვალსაზრისია. It's me da gagzierot. Es მნიშვნელოვანი აზრი, რომ მუდმივი წინსვლა არის საჭირო. ეს მუდმივი წინსვლა არის შესაძლებელი თუ თქვენ თითოეული თქვენგანი მივერთდება იმ ენერგიის წყაროს, რომელიც იძლევა მუდმივი წინსვლის შესაძლებლობას. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ორგანიზებული რელიგია ეს დიდი ბოროტებაა. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ აი რომელიღაც კონფესიაში გაიყონა სიტუაცია. არანაკლებ ხშირად გვესმის, რომ დაულაგდეთ. არანაკლებ ხშირად გვესმის, რომ ის კონში ხდება რაღაცა ცუდი. ვიღაც ცუდად მოიქცა, ვიღაც წავიდა. ეს ყოველგან ხდება, ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის მოხდება. გასულ ეპოქებში სულიერი ცოდნის გადაცემის ტრადიცია იყო მოძღვარიდან მოსწავლეზე. ორი ადამიანი იყო საჭირო, მოძღვარი, რომელსაც ჰქონდა სულიერი ცოდნა და მოსწავლე, რომელსაც სურდოდა ამ ცოდნის მიღება.
ჩვენს ეპოქაში სიტუაცია შეიცვალა. ჩვენს ეპოქაში, კალიუგაში, მხოლოდ ორგანიზებულ კოლექტიურ მოქმედებას აქვს ეფექტი. არ აქვს ეფექტი უკვე ინდივიდუალურ ქმედებებს. კალიუგაში მხოლოდ შედეგს იძლევა ერთობლივი საქმიანობა, თანამშრომლობა. ორგანიზებული მოქმედება. Slava Prabhupada ki. სწორედ ამიტომ უკვე ჩვენს ეპოქაში შეიქმნა ორგანიზებული რელიგია. ორგანიზებული ორგანიზაციები, სადაც არის ეკლესია იქნება, მეჩეთი იქნება, ტაძარი იქნება, აშრამი იქნება, თუ ეს ყველაფერი უკვე ორგანიზაციის სახეს ატარებს. ჩვენს ტრადიციაში პირველად ბაქცინატა სარასვატიმ შრილა პრაბჰუპადას სულიერმა მოძღვარმა აი ნაპირში რომელიც არის მარცხნივ პირველად მან შექმნა ორგანიზაცია. მანამდე იყო აშრამები გურუსადაც ტყეში ცხოვრობდა და მიდიოდნენ ამ გურუსთან და ემსახურებოდნენ. პირველად მაგ შექმნა ორგანიზაციები და პირველად მან აღნიშნა რომ ორგანიზებული რელიგიაზე საშინელი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. ყველაფერი საშინელება, საზღვრობა თუ რამე ხდება ორგანიზებულ რელიგიაში. ეს არის პუტანას რძე. ქრისტეს ისტორიები ვინც იცის, ეს არის მატერიალური ყოფის რძე, როცა ადამიანი მთლიანად გამჭვალული არის მატერიალურ ყოფიერებით. და უპირისპირების ადამიანის არ რჩება. მაგრამ თვითონ შექმნა ორგანიზაცია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კალიუგაში მხოლოდ ესეთ ორგანიზაციებს შეუძლიათ ატარონ სულიერი ცოდნა. ანუ სულიერი ცოდნა უკვე ვეღარ იქნება ტყეში, გამოქვაბულში, ჰიმალაებში. არ არის ეს, უკვე ორგანიზაციებში არის და ეს რას ნიშნავს? ალბათ ყველას გაგიგიათ წმინდა გრაალის შესახებ, ხო? ეს ჭურჭელია. ამობენ ოქროსიო, შეიძლება ოქროსი იყო, შეიძლება ვერცხლი იყო, შეიძლება საერთოდ სპილენძი, შეიძლება თიხის იყო. ეს ჭურჭელია, რომელშიც უხალი იესო ქრისტეს როცა შუბი განუგებელია სფერდი შუბით, და სისხლი წამოვიდა, შეუყვეს ეს სისხლი შეაგროვეს წმინდა გრაალში. თვითონ ამ გრაალის ღირებულება აფერი არ არის. ისა მენუ შემიშლით ხელს, როგორ ეს გააკეთეთ, მაგ მენუ შემიშლით ხელს. გაბზანეთ? ხო, მაგას თვითონ მიხედავენ, როგორმე რა, არჩევების გარეშე. გაბზანდით? ეს გრალი თავისთავად ჭურჭელია. მთელი მისი ღირებულება ის არის, რომ ის იტევს ტრანსცენდენტულს, არამიწიერს, ვერცის სისხლს, მარადიულ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. სითხეა თუ როგორ? ჭურჭელი რო თუ სითხეა შიგა ჩასასმეთ როგორ არის? მოგიყვებით რომ ქრისტეს სისხლი შეაგროვეს ამ გრალში. შუბი რო შეაკრეს სისხლი გამოვიდა, შეაგროვეს ამ გრალში. და სისხლი, ვერცის სისხლი თუ მისი სხეული თუ მისი პიროვნება თმეცგან არ გასხოვდება, ანუ ამ გრალში გრალი გამოიყენეს აბსოლუტური ჭეშმარიტების შესანახად.
ეს ისტორია. შესაბამისად დღეს ორგანიზებული რელიგიები ამ გრაალის ფუნქციას ატარებენ იმ შემთხვევაში თუ მათში ამ ორგანიზაციაში ინახება მარადიული აბსოლუტური ჭეშმარიტება. გარეგნულად ეს ჭურჭელი შეიძლება იყოს ჭურჭლიანი, მატერიალური, როგორც წესი მატერიალურია. გარეგნულად ეს შეიძლება იყოს რაღაც რიტუალები მოხდეს თვალში, რაღაც თაყვანისების გარკვეული რიტუალური წესები, შეიძლება თქვა, აუ, აქაც ყველგან ერთნაირია, მინდა ეს რელიგია ამანებეთ თავი. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ სწორედ რელიგიური ორგანიზაციები ავტორიტეტული არის ის, რომელიც ინახავს ავტორიტეტულ მოძღვრებას აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ. მოძღვრებას, რომელიც მოდის თვითონ ღმერთისაგან. და შემდეგ მასები და მოწაფეზე გადაეცემა. თუ ეს არ არის რომელიმე ორგანიზაციაში, რელიგიურ ორგანიზაციაში, მას ეს რელიგიური ორგანიზაცია უბრალოდ ორგანიზებული რელიგია და მეტი არაფერი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას კიდევ შეუძლია შეასრულოს ჭურჭელის ფუნქცია და შეინახოს სწავლება, ასეთ შემთხვევაში ეს მართლაც წმინდა გრალია და ის არის არა მარტო უბრალოდ რიტუალური ღვთისმსახურების რიტუალური ადგილი, არამედ ეს არის ჭეშმარიტების წყარო. დღეს ყველგან შეიმჩნევა და ისქონ შედაც არის ამის საშუალება, უკვე ისქონის გურუები ამაზე საუბრობენ. საშუალება იმისა, რომ რელიგიური ორგანიზაციები უბრალოდ გადაიქცევიან უბრალოდ ორგანიზებულ რელიგიად და მათში აღარ იქნება ეს სწავლება. ამ საფრთხის წინაშე დგას ყველა უკლებლივ, როგორც ისქონი, როგორც აღმოსავლური, დასავლური, არ აქვს მნიშვნელობა. დრო მოქმედებს, დრო ყველაფერს ანგარს. დრო ძალიან ძლიერად მოქმედებს ახლა, მაგრამ წყალობა უზენაესი ღმერთის იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის არის ის სახე ორგანიზებული რელიგიის, რომელიც ინახავს ცოდნას აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ინახავს. ჩვენ პრაბჰუპადას წყალობით მოგვეცა ამის საშუალება, რომ ისკონის ტაძრებში იქნეს შენახული ეს ცოდნა. ისკონის ტაძრებში იქნეს დაცული ეს ცოდნა. და ყველა ნებისმიერი ვინც მოვა, ყველა ნებისმიერი ვინც სურვილს გამოხატავს, რომ მას გაუზიაროს ეს ტრანსცენდენტული ცოდნა. მაგრამ საჭიროა რომ ადამიანი მოვიდეს და მიიღოს ეს ცოდნა. თქვენ შეგიძლიათ დღეს შეამჩნიოთ განსხვავება ადამიანების რაოდენობას შორის ლექციას და ლექციის შემდეგ პრასადზე. მოგეთ? სამჯერ 4-ჯერ მეტი იკრიბება უკვე ლექციის შემდეგ, იმიტომ რომ ლექციის მოსმენა ყველაზე ზარება. საათნახევარი ტვინის ბურღვა. საათნახევარი ტვინის ბურღვა, ვიღაცის მოსმენა, რაღაც გაუგება რამბებზე ლაპარაკი. პრასადი გებრიელი კარგი. კირტანი გადასარევი, არეგლის და ცეკვა თამაში. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ერთიც, კირტანიც, პრასადიც და აი ეს სწავლებაც, რასაც ახლა ჩვენ წავიკითხავთ დღეს, ერთმანეთსაგან არ გასხვავდება. და საჭიროა რომ ეს სწავლება ადამიანმა მიიღოს. ამიტომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორად გავიგოთ პრაბჰუპადას ანდერძი, რაც მან თქვა, რომ კრიშნას ცნობიერება არ არის უბრალოდ ორგანიზებული რელიგია. ეს არის მეცნიერება. და მეცნიერებას შესწავლა უნდა, ხო, უნდა სურვილი კონდეს, რაღაც მეცნიერება შეისწავლო, რაღაც სპეციალისტი თუ მინდა გამოხვიდე, მაშინ რაღაც შესაბამის მეცნიერება უნდა შეისწავლო. ხოლო აქ ვინც ამ მეცნიერებას ცდილობს, გამოდის ერთგული. კრიშნას ერთგული, ესაა სპეციალობა, რომელიც დაკავებულია კრიშნას ერთგულის მსახურებით და ეს კრიშნას ერთგულის მსახურება რას ნიშნავს, შევცდები მოგიყვეთ, მოკლედ. რამდენადაც მე მესმის, რაც არ მესმის, იმას რომ მოვიდო, მაინც ვერ მოგიყვებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გისურვებთ წინსვლას სულიერი განვითარების გზაზე.
ეს წინსვლა ნიშნავს ამ სწავლების ჩაწვდომას ყოველდღიურად. დღიდან დღემდე ეს სწავლება უფრო და უფრო ნათელი უნდა ხდებოდეს. ეს არის უდიადესი საიდუმლო. გიტაში ესე წერია: რაჯა ვიდიამ, რაჯა გუხიამ, პავიტრამი დამუტამამ, პრატიაქშა ვაგამამ თარმიამ, სუსუქხამ კარტონ მაიაიამ. ეს არის საიდუმლოთა საიდუმლო და ცოდნის მეფე. ეს არის აღმატებული ყველაფერზე და სპექტაკლი. ამაზე მაღლა არც არაფერი არ არის და ეს ყველაფერზე სპექტაკლია. პრატიაქშა ვაგამამ თარმიამ. მისი რეალური განცდა პრატიაქშა შეგრძნება. მისი რეალური შეგრძნება პრატიაქშა რას ნიშნავს? თითაი თვალით რო უყურებთ, ხვირწილობა აქვს. ქართულად არის ხვირწილობა. ხვირწილ თვალწინ, რა ვიცი. პრატიაქშა ვაგამამ თარმიამ ნიშნავს, რომ ეს გაცნობიერებული, საცნაური შეგრძნებოდი ხდება თარმის გზაზე სიარულის დროს, ნელ-ნელა. ამიტომ თარმის გზაზე სიარულისას და ამ გაცნობიერებას მოყვება უმაღლესი ბედნიერება, სიხარული. სუსუქხამ კარტომა ვიაია. და ეს უდიდესი საიდუმლო. დამშვი, ოდია, ყოლიდია. ხოლოს ფოთოლთეში ფოთვამეს გადმომედება ხოლმე და მე შევშფოთდები და არაფერს არ მოგიყვებით. ეს საიდუმლო არის ერთგულმსახურება. ეს არის ერთგულმსახურება ნიშნავს ექსტატიური, უანგარო სიყვარულს. ერთგულმსახურება არ არის მოჯამაგირეობა. ეს არ არის რაღაცის გულისათვის რამის გაკეთება. შეყვარებული ვინც ყოფილა, ალბათ ყოფილხართ, არა? აღარც ესეთი პატარები აღარ ახართ ახლა საკმაოდ რბილად რომ ვთქვა ზდა დასრულებული ხალხი ხართ. ალბათ ყველას გაგიცდიათ ეს გზნობა და კარგად გახსოვთ ან იცით ეხლაც რომ არაფერი არ გინდა გარდა იმისა რომ გაახარო შენ შეურები. ყველა გაახარო და შენ მაშინ გიხარია როცა იმას გაახარე. თუ ვერ გაახარე არ გიხარია. მეტი არაფერი არ გინდა საბოლოო ჯამში. ათასგვარ სისულელე ჩაიდებ, აყვავლეს მოიპარავ. ან უსისეს ხებკინაშო წაიყვანო. ხან ოღონ აი ეხ ჩემ დროს ეგრე იყო, ეხლა ალბათ აღარ არის ეგრე. მაგრამ რაღაც არის. შესაბამისად ეს არის ერთგულმსახურება, ეს არის თავისუფალი პიროვნების თავისუფალი არჩევანი. რაც საერთოდ არაფერზე არა დამოკიდებული. ისე როგორც სიყვარული არა დამოკიდებული, ცებ შეუყვარდება და აი გოგო და ბიჭი მიდიან და შეხედავ თითქოს საერთოდ არ შეეფერებიან ერთმანეთს და აუ ეს ბიჭი რამ შეაყვარა. მაგას ვერასოდეს ვერ გაიგებ რამ შეაყვარა. შეუყვარდა და დამთავრდა. ის არ არის დამოკიდებული არაფერ გარეგნულ ფაქტორებზე. ამავე ფაქტორებზე. სიყვარული აბსოლუტურად დამოუკიდებელი, აბსოლუტურად თავისუფალია. და თუ თავისუფალი ადამიანის, თავისუფალი არჩევანის შედეგად ის დადგება ამ გზაზე და მის გულში სიყვარული გაიღვიძებს, ის იწყებს შეყვარებულის წინაშე ერთგულმსახურებას. კეთილი. ამით შესახებ მოგჭეთ და ეხლა გადავიდეთ ლექციის ჩვეულებრივ ფორმატზე. ॐ नमो भगवते वासुदेवाय 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 ჩვენ წავიკითხავთ ბhagavad gita-ს მე-12 თავის მე-20 ლექსს. Ye
dharmamritam idam yetu dharmamritam idam yetu dharmamritam idam yathuktam pariupasate yathuktam pariupasate Shraddhathanam matparama Shraddhathana matparama Bhaktas Tetiva me priyah Bhaktas Tetiva me priyah ხომარავის უნდა გამეორება სადაც წერია არის ადმე გამეორება მაინც არ გიდათ არაფერი არ აქვს სამსახურიდან სიგნების მეტყვი არ იღებ Yetu dharmamritam idam Kagzelet Hare Krishna, gar tanjobs. Khomos, khuvir me khwar ar kide mazochisti. Khwar ina bot kameoreba. ila paragi. Komentarები. არა, ჯერ თარგმანი. ისინი, ვინც ერთგული სამსახურის ამ უკდავ გზას მიჰყვებიან, დარწმენით მთლიანად არიან დასაქმებული. ხდიან რა საბოლოო უმაღლეს მიზნად მე, უაღრესად ძვირფასი არიან ჩემთვის. And who completely engages himself with this, making me this involved is very, very dear to me. ამ თავში მეორე ლექსიდან ბოლომდე დაწყებული სიტყვებით მაიავეშა მანოიემამ ჩემზე მოპყრობილი ჭკუით დამთავრებული იეტუ თარმამრიტამიდამ მარადიული საქმიანობის ეს რელიგია უზენაესმა უფალმა განმარტა მასთან მიახლოების ტრანსცენდენტული სამსახურის გზები. ასეთი გზები ძალიან ძვირფასია უფლისათვის და იგი ღებულობს მასზე მდგომ პიროვნებას. არჯუნამ დასვა კითხვა, თუ ვინ არის უკეთესი, ის ვინც იმპერსონალური ბრაჰმანის გზას ადგას, თუ ის ვინც ღმერთის უზენაეს პიროვნებას პირადად ემსახურება. უფალმა ამ კითხვას ისე გარკვევით უპასუხა, რომ მოიჭველია ღმერთის პიროვნების ერთგული სამსახურის სულიერი რეალიზაციის ყველა გზათა შორის საუკეთესოა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ თავის დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ კარგი ურთიერთობის შედეგად ადამიანს წმინდა ერთგული სამსახურის ტოლვა უჩნდება, რის შედეგადაც ჭეშმარიტის სულიერ მოძღვარს ღებულობს და მისგან რწმენით, სიყვარული და ერთგულებით იწყებს მოსმენას, გალობას და ერთგული სამსახურის მარეგულირებელი პრინციპების შესრულებას. ამდენად იგი უფლის ტრანსცენდენტულ სამსახურში ერთვება. ამ თავში ეს გზაა მოწოდებული, ამიტომ მეჭვი არ არის, რომ ერთგული სამსახური ერთადერთი აბსოლუტური გზაა, როგორც ამ თავში აღწერილი. თვით რეალიზაციისათვის ღმერთის უზენაეს პიროვნებამდე მიღწევისთვის უზენაეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე იმპერსონალური შეხედულება რეკომენდებულია მხოლოდ იქამდე, სანამ თვით რეალიზაციის მიზნით ადამიანი საკუთარ თავს კრიშნას არ მიანდობს.
სწორად რომ ვთქვათ, სანამ ადამიანს არ აქვს წმინდა ღვთთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა, იმპერსონალური შეხედულება შეიძლება სასარგებლო იყოს მისთვის. აბსოლუტური ჭეშმარიტებაზე იმპერსონალური შეხედულების მქონე ადამიანი კარმიული შედეგების გარეშე შრომობს. მედიტაციას ასრულებს და სულისა და მატერიის შესაძლებლობას აგროვებს. ეს აუცილებელია იქამდე, სანამ ადამიანს წმინდა ღვთთან არ აქვს კავშირი. საბედნიეროდ თუ იგი განავითარებს კრიშნას ცნობიერებაში ერთგული სამსახურის შესრულების უშუალო სურვილს, სულიერი მეცნიერების გზაზე საფეხურობით წინს აღარ როგორც ბჰაგავად გიტაში შუებს თავში აღწერილი, ცოცხალი არსებისათვის უფრო ახლოა ერთგული სამსახური. ადამიანი არ უნდა წუხდეს სხეულისა და სულის შენახვაზე, ვინაიდან უფლის წყალობით ყველაფერი თავისთავად სრულდება. Prabhupada ki Hare Krishna. Yetu dharmam ritam midam yatoktam pariupasate jadatkhana matparama bhaktastitaiva me priyaha. აქ ძალიან საინტერესო სიტყვა არის დასაწყისში yetu dharmam ritam. Amrita არის უკტავება. ნექტარი. ა? ნექტარი. Amrita არის უკტავებია, პროდუქციის ნექტარს ეძახიან ამრიტას, თორე ამრიტა ნიშნავს მრიტი არის სიკვდილი. Amrita არის უკტავება. ამრიტ. ნუ შემაშფოთეთ. თორე შემაშფოთეთ. Dharmamrita ეს არის მარადიული, უკვდავი მეცნიერება,კვდავი დჰარმა. სრიშტინი დაეგოთ მჩანდრა კი. რა არის დჰარმა? მოდით ორი სიტყვით ვთქვათ ამაზე. დჰარმა ძალიან რთული ცნება არის. ინგლისურად აღარ მითხარით, რომ თუ ვერასდროს და ნელა უფრო ნელა ვეუბნებით. დჰარმა ხო? კი. დჰარმა ძალიან რთული ცნებაა. Dharma is a very complex and hard word. ხშირად დჰარმას თარგმნიან როგორც რელიგიას. Sometimes it can be translated as a religion. ხშირად დჰარმას თარგმნიან როგორც გზას. Sometimes dharma is translated as a way. სინამდვილეში დჰარმა ეს არის ბუნება. In reality, it's just nature. რაიმეს ან ვინმეს საკუთარი ბუნება. Someone's or somebody's personal nature. ცეცხლის დჰარმა არის იყოს ცხელი. Fire dharma is to be hot. ცეცხლ არ შეუძლია არ იყოს ცხელი. Fire can't be hot. ეს მისი დჰარმა. It's dharma of fire. წყლის დჰარმა არის იყოს თხევადი. Dharma of water is to be liquid. მას არ შეუძლია არ იყოს თხევადი. Water can't be liquid. კრიშნა გვიხსნის, რომ Krishna explains ყველა ადამიანი იბადება every person is born გარკვეული ბუნებით. with some nature. სვაფავა. Swaprava. ჰავა ეს არის ბუნება, ყოფა, Power is nature. ყოფიერება. როგორ თქვა ყოფიერება. სვათარმა არის საკუთარი ბუნება. Satarma is the self nature. თუ ადამიანი დაიბადა If someone is born მასწავლებლის ფილოსოფოსის in სულიერი მოღვაწის მიდრეკილებებით, or Brahman's family, ეს მისი სვათარმა, მისი სვაფავა dharma. და მანამ გზას უნდა მისდიოს.
and he has to follow this way. თუ ადამიანი დაიბადა ისე ხასიათის, რისხანე, შეუდრეკელი, უშიშარი, If person is born in various family, ის ქშატრია და ამ ბუნებას უნდა მისდიოს. and he has to follow this way. მაგრამ ადრე ესეთი კარგი ტრადიცია იყო, ეხლაც არის აღმოსავლეთში ეს ტრადიცია. In the past there was tradition, but now we have this tradition also. ბავშვი როცა დაიბადებოდა, ასტროლოგს დაუძახებდნენ. When child was born, they used to call ასტროლოგი შეადგენდა ჯანვარაშის დაბადების რუკას და ეთქოდა მშობლებსო იცი რა აი თქვენ შვილს აქვს მიწის მუშის მიდრეკილება. Yes, they would say your child has თავისი ფერმა უნდა ყოლდეს, თავისი მიწა უნდა მუშაოს და ამ შემდეგ. აქვს მეომრის მიდრეკილება, როგორც უსწავლელი ამბობს. მეომარი მეომრობდე, მეომარი გულოვნებდეს, მუშა მიწყი მუშაკობდეს. შემდეგ ბავშვი რომ წამოიზრდებოდა, when he would grow up, მის წინ დააწყობდნენ სხვადასხვა საგნებს. they used to put some items in front of him, წმინდა წერილებს, like books from God. ნუ მაგალითად შევათ ბაგავატამს ან მანამდე ვედებს დაუშვათ. დააწყობდნენ იარაღს, They would put guns, საბრძოლო იარაღს. დააწყობდნენ ოქროს მონეტებს, some coins. თუ ოქროს მონეტები არ ქონდათ ხურდა. გულკაპიგენებს. და დააწყობდნენ რაღაც ის აჯახი, თოხი. ბარი. And labor stuff. და ბავშვი საერთოდ წავიდოდა, რომელსაც აირჩევდა და რომელიც დაინტერესდებოდა, უკვე ხდებოდა, რომ ეს მისი ბუნებაა, სხვა თარმა. So they could understand the child's karma. დღეს რომ ეს გააკეთოთ, If you do it today, ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებთ. you will get no result. ბავშვი წავა ტელეფონისაკენ, Child will go for cell phone. რომ იქ ტელეფონში ნახოს იქ ჩატარების საშუალებები. სათამაშო რაღაცა. დღეს ძალიან ძნელია გაირკვეს რა არის თარმა. It's really hard to understand what is karma. ლოგიკას ვერ დავეყრდნობით თარმის გარკვევისათვის. We can't use logic to understand it. დარკა პრატიშთხა ლოგიკა მერყევია. Logic is not stable. დღეს ერთი არის მაგარი ლოგიკის ხოლმე უფრო მაგარი გამოჩნდება სხვა. და გიხსნის ისე რომ იმას დაგავიწყებს. ვინც აგიხსნა ადრე. There could be different tutors. წმინდა წერილებს დამოუკიდებლად ვერ წაიკითხავთ ხარმა განსაზღვრო. You can't read alone to understand karma. შუტაიო ვიფინა. წინამდებობებით არის სავსე წმინდა წერილები. There is a lot of hard stuff in controversy. დიდ ფილოსოფოსებს, რიშებს რომ მიყვეთ, If you follow philosophers, რიში, დიდი წმინდანები, რამდენი რიშიც არის, იმდენი შეხედულებაა. ნასავრი შირია სემატავნა ფინა. რამდენი რიშიც არის, იმდენი შეხედულებაა. ვერაფერს ვერ გაიგებ. მაგრამ არის რიში არის წმინდანი, რომელსაც აქვს გამოცხადება. არის მაგათო იცი რიში რა არის. მაგათო პარლამენტის რა არის რიში. Yes, Rishi is Maharishi and Raja Rishi. Saint person.
რიშიკეში ქალაქთან. რიშიკეში რიშიკეში. ქალაქთან. მაგრამ არის ესეთი რეკომენდაცია, რომ უნდა მივყვეთ მაჰაჯანების დიადი პიროვნებების დარიგებებს და ჩვენ გავიგნებთ ჩვენ გზას. მაჰაჯანო ენა ამ დროს თარმა ძალიან საიდუმლოდ არის შენახული. თარმასია თათვა ნიჰიტამ გუჰაია ძალიან გაუგებარია საიდუმლოა. მაგრამ თუ დიადი პიროვნებების დარიგებებს მივყვებით, მაშინ ჩვენ მივახცევთ მიზანს. მაჰაჯანო ენა გადავსაფანთა. ამ სამყაროში 12 მაჰაჯანია. 12 პიროვნება, რომელიც იცნობს კრიშნას, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. და თითოეული მათგანს აქვს მოცემული დარიგებები. ჩვენი ტრადიცია ერთ-ერთი ამ რიშის დარიგებებს ეფუძნება. ეს არის სამყაროს პირველი ცოცხალი არსება ბრაჰმა. ჩვენი ტრადიცია არის ბრაჰმა, დგას სათავეში ბრაჰმა, ნარადა, ვიასა. ამიტომაც ეს ტრადიცია იგნობა ჭეშმარიტების მატარებლად. ცნობილია ვის გადაცა ბრაჰმამ ეს ცოდნა, ნარადას გადაცა, ნარადამ გადაცა ვიასას, ვიასამ გადაცა მათხვას და ეს მათხვას მთელი ეს თანამდებობა უკვე მოდის ჩვენამდე. უფალი ჩაიტანიაც ამ სამპრადაიაში მოევლინა ქვეყანას. მიიღო ლიცენზი. რას გვეუბნებიან ეს მაჰაჯანები? რას გვეუბნებიან ეს დიადი პიროვნებები? ეს დიადი პიროვნებები გვეუბნებიან ერთ რამეს, რომ დაივიწყეთო ბოლო-ბოლო რა არის თქვენი სხვა თარმა. მაინც არაფერში არ გამოგადგებათ. არ გამოგადგებათ. მაინც მოგდებით. დღეს რომ ვიღაცამ ზუსტად გითხრათ, რა არის თქვენი ჭეშმარიტი ბუნება, რა გზაზე უნდა დადგეთ, როგორ უნდა გაატაროთ ცხოვრება, რომ თქვენ ხელოსანი ხართ, მეცნიერი ხართ, ფიზიკოსი ხართ, რაღაცა ხართ, პარლამენტარი ხართ, თუ ვინ ხართ, მაინც მოგდებით. რომ მოგდებით არაფერი. ყველა მოგდება. ყველა ჩვენგანი მოგდება, ეგ არ არის ტრაგედია. ტრაგედია ისაა, რომ კიდევ დავიბადებით. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. კიდევ დავიბადებით, მე კიდევ მოგდებით, ამას დასასრული არ აქვს. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ერთხელ სიკვდილი რამზიმია. რამდენად უნდა იყოს სულუფტები და კვდები და არ დაადგება საქმე რა. ეს სვათარმა რას გაძლევთ? სვათარმა გაძლევთ იმას, რომ მეტნაკლებად წესიერად გაატაროთ თქვენი ცხოვრება. რა იყო? ისა ერთი წუთი, სანამ თქვენ ერთმანეთს მიესალმებით, რაღაც მოვალეობები გქონდათ და ანუ აღარ არა უშავს. თქვენ ეგ მითხარით, კაცო, ერთმანეთს მიესალმებას მოასწროთ. თქვენ შეგიძლიათ რომ გავგზელოთ. ხო არის ეს. Closer to me so that I don't have to shout and interrupt the lecture, okay? Get closer. აი ესა თარმა. ხო? თარმა უნდა დაიცვათ, თარმა დაგიცავთ თქვენ. მაგრამ საბოლოო ჯამში როგორ კარგათაც არ უნდა მიხვდეთ თქვენ თარმას, როგორი ბედნიერი ცხოვრებაც არ უნდა გაატაროთ, თქვენ მაინც მოგდებით და ისევ დაიბადებით. ამიტომ კრიშნა ეუბნება არჯუნას.
სარვათარმა პარიტიაჯია მამეკან შარანა ვრეჯა მიატოვე ყველა თარმა მე მომენტე მე ერთს მე გაგიყვან სამშვიდობოს ნაშუჩა ნუ გეშინია იცით რამდენი თარმა ქვეყანაზე ვინმე მიცის რამდენი თარმა ქვეყანაზე თავარი ისე It's not Vedic people. Aha. Krishna შექმნა საზოგადოების 4 დანაყოფი. ბრაჰმანები It's Varna. It's no Kasta. Varna. Kasta is mere imat mogonilia. Aferistebis. Brahmanebi, Kshatriyebi, Vaishi, და Shudra. ანუ ტემპერამენტი, გარკვეული მენტალური ტემპერამენტი. ვიღაცას უფრო კარგად გამოსდის ღვთისმსახურება. ვიღაცას უფრო კარგად გამოსდის სახელმწიფოს მართვა. ვიღაცას კარგად გამოდის მატერიალური კეთილდღეობის შექმნა. ეს ქსატრია ვერასოდეს ვერ იშოვის იმ ფულს და კეთილდღეობას ვერ მოუტანს საზოგადოებას თუ ვაიშები არ არიან. რატო ეს ვაიშები კეთილდღეობას არ ქმნიან? და ზოგიერთ ძალიან კარგად გამოსდის საკუთარი ხელით რაღაცის კეთება. აი ლამაზ რაღაცებს აკეთებს ისეც რომ ვერავინ გააკეთებს. შუდრები. თითეული მათგანს ეს თხარმა, მისი თხარმა, მისი ბუნება. ეს უკვე 4-ია, ხო? 4 თხარმა. გარდა ამისა არსებობს ადამიანის ცხოვრების 4 ეტაპი. განსწავლის წლები, შემდეგ ოჯახური ცხოვრების წლები, ოჯახიდან ჩამოშორების წლები, ოჯახიდან ჩამოშორების წლები ძალიან მნიშვნელოვანია. არავის არ უნდა. ყველას უნდა რომ ოჯახი თავის ნებაზე მართოს და ტვინი უმურღოს ყველას. რომ მოხუცდება ადამიანი თავის შვილს, რომელიც უკვე დაოჯახებულია, უკვე თავის ცხოვრების გზა აქვს. არა, ესე არ მოიქცე, ესე მოიქეცი. მე რო გეტყვის უნდა გააკეთო. ესე ვერ გამოხვალ კაცი. ეს როცა დრო დადგება, ადამიანი უნდა ნელა ჩამოშორდეს ოჯახურ ზრუნვას, საზრუნავს და იფიქროს თავის სულზე, თავის პიროვნებას. და საბოლოოდ მეოთხე ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში არის, როცა ის არა მარტო ოჯახს, საერთოდ აი ამ ქვეყანას ჩამოშორდება და სულიერი მოძღვარის ხელმძღვანელობით უპანიშადების ჭეშმარიტებას სწავლობს. ეს ამისავს იმას, რომ ადამიანს რაღაც ტყეში უნდა წავიდეს აუცილებლად.
ეხლა დღეს ვერც იპოვით, მე მგონი. Currently it's quite difficult to find such forests. არა, უბრალოდ ადამიანს აღარ უნდა აღელვებდეს ამ ქვეყნების საკითხები საერთოდ. The worst one nowadays should უკვე იმდენი ჭკვა უნდა ქონდეს. be Monday is სამწუხაროდ age. ჩვენს რეალობაში არ ხდება ესე, იმიტომ რომ ამ ასაკს ადამიანები აღწევენ ალცჰეიმერის დემენციით, დადებილებულები არიან, აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე ფიქრი კი არა, საერთოდ საკუთარი სხეულის შეგრძნებაც აღარ აქვს ესე. რაც ძალიან სამწუხაროა. ესე იგი 4 თარმა არის 4 ვარმის მიხედვით. 4 თარმა არის კიდევ 4 აშრამის მიხედვით. აი ბრამაჩარია, ღიხასთა, ვარნაპასთა, სანიასი. ეს რო გავდავნოთ ერთმანეთს უკვე 16-ია, ხო? და პლუს არის ყოველდღიური მოქმედების ინსტრუქციები, რომლებიც უამრავია. და ადამიანები ვერ მიხვდება ბოლო რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. ძალიან ჭკვიან ადამიანებსაც კი უჭერთ ამის გაგება. და გამოსავალი რა არის? სარვა თარმა პარიტიაჯიამ. ჩვენ გვეუბნება კრიშნა. იეთუ თარმამრიტამიდამ. აი ეს მარადიული თარმა. არის სხვა თარმა. საკუთარი სხეულის მენტალიტეტის მიხედვით. არის მარადიული თარმა. სანატანა თარმა. ჯილენა სვამობა ხონი ჭაკრისნებას. სანატანა თარმა ცოცხალი არსების მარადიული ბუნება. არის იმაში, რომ ის კრიშნას ნაწილია და იცხოვროს ისე, როგორც კრიშნას ნაწილმა. ის კრიშნას უნდა ემსახურებოდეს. იმიტომ კი არა, რომ ეს მისი უბრალოდ ვალდებულებაა და თუ არ შეასრულებს ორიანს დაუწერენ, ამ ფულს არ მიცემენ. არამედ იმიტომ, რომ ის კრიშნას ნაწილია და კრიშნაზე მარადიულად შეყვარებული. ეხლა ჩვენმა თითმა რო თქვას, რომ მე ჩემი დამოუკიდებელი დანიშნულება უნდა შევასრულო. ხო? ურის გამოჩიჩქნა არის ჩემი მარადიული დანიშნულება, მსხვილი გამოჩიჩქნა. ცხადია, რომ ეს დისკომფორტია მთლიანად, არა? ესე დისკომფორტია ჩვენი არასწორი მოქმედება კრიშნასთვის. რითი განსხვავდება სხვა თარმა და სანატანა თარმა? ჩვენ გვეუბნებიან, რომ სხვა თარმას თუ კარგად შევასრულებთ, მივახცევთ სრულყოფილებას. ანუ სანატანა თარმას ვნახავთ და რა განსხვავება მათ შორის, ხომ არა გაქვთ რაიმე მოსაზრება? აი ჩვენი მატერიალური თვალსაზრისით ფილოსოფიის გარეშე. აგვიხსენით თუ შეიძლება. კი აგიხსენით, მაგრამ მაინტერესებს, ხომ არაფერი მოსაზრება გაქვთ? ჯობია გავიხსენით. სხვა თარმას გზაზე სიარულისას იქმნება კარმა. იცით რას ნიშნავს კარმა იქმნება? თქოცა თქვენ რაღაცას აკეთებთ. აი მაგალითად, გოჩა სოფლის მეურნეობის მიმართულება აქვს თბილისის ისკონში. და ეს ჩვენი კლასიკური მაგალითია, გოჩა მოყვას მაგალითად. ერთი თვის უკან გოჩამ დახნა მიწა.
დათესა ხორბალი. ეს ხორბალი გაზაფხულზე უნდა ამოვიდეს. თუ 2 თვის უკან, ნუ თქვენახევრის 2 თვის უკან. საშემოდგომო ხნათ ესვა ხო აი გვიან შემოდგომაზე. გოჩამ იშოვა ტრაქტორი, ჩასხა ბენზინი, შეასრულა მთელი რიგი მოქმედებები. ფიქრით, სიტყვით, საქმით, ყველას მოქმედება არის დაფიქსირებული. ყველა აბსოლუტურად ყველა აქტივობა ფიქსირდება ჩვენ ცნობიერებაში. ჩვენი ცნობიერების ველზე შეტრა, იგივე ველი, რომელიც იხუნება მუდმივად. ჩვენი ცნობიერების ველზე ითესება ჩვენი აქტივობის მარცვლები. ჩვენი აქტივობის მარცვლები ითესება ჩვენი ცნობიერების უზარმაზარ ველზე. ყოველ წამს, ყოველ წუთს, როგორც კი რაიმე აქტივობა, ფიქრით, სიტყვით, მოქმედებით. როგორ ითესება რა არის ეს მარცვლები? ატმის კურკაში, ატმის კურკიდან ამოდის კიდაც კამია იგეთ თუ ქნებავთ იქ კამია სადღაც და დამჯერე. ატმის კურკაში რა ამოდის ატმის კურკიდან? პიტრი არ ამოვიდა, ატამი ამოდის. როგორ ამოდის ატამი? ეს უკვე არსებობს მასში ატამი, ხო? ატმის ხე. პოტენციალი. როგორ არსებობს ეს ატმის ხე? რა ფორმით? პროექტი. ხო ეს პროექტი რა ფორმით არის? შესაძლოა საფით. ხო, დნმ-ი, რაღაცა დნმ-ი, რაღაცა კოდირებული სახით არსებობს, ხო? მთელი ატმის ხე კოდირებულია და ამ კოდირებული ინფორმაცია შენახულია ატმის მარცვლებში, კურკაში. სწორედ ყველა ჩვენი საქმიანობა, ყველა ჩვენი აქტივობა კოდირდება და ინახება პატარა მარცვალში, უცილეს მარცვალში და ის ვარდება ჩვენი ცნობიერების ველში. იქ ითესება. ამ მარცვალს ქვია ბიჯა. და ეს ბიჯა რო ჩავარდება ცნობიერების ველში, ამას ქვია სამსკარა. სხვადასხვა ერთნაირი ტიპის სამსკარები ერთად ერთიანდებიან. აი მაგალითად გოჩამ რაც აქტივობები გაწია მინდვრის მოხმისათვის, იქ ბენზინი და იქ ტრაქტორი, რაღაცა იქ იმას უთხრა, იქ იმას გააკეთა, იქ შეხედა. ყველაფერი ეს სამსკარები ერთად ეს მარცვლები ერთად ერთიანდებიან და წარმოქმნიან ერთ დიდ მარცვალს, რომელსაც ქვია ვასანა. ამ ქმედების ჯამში. და ეს ვასანა დადგენილ დროს გასხდება. და იქიდან ამოვა ნამდვილი ნაყოფი ჩვენი საქმიანობების. ნამდვილი ნაყოფი გოჩა საქმიანობების. ხორბალი კი არ არის თავთავი, რომელიც ამოვა გაზაფხულზე. ეს ღმერთს ამოყავს ის. გოჩას არ ამოყავს. გოჩამ დახნა გააკეთა იმოქმედა თორე ის თავთავი გოჩა ვერ ამოიყვანს იმ თავთავს. გოჩას რომ შეეძლოს ის თავთავი თვითონ ამოიყვანოს, ცხოვრებაში ერთხელ დახნავდა და დაწესავდა უნივერსალურ თესლს. ეტყოდა, კიტრო ამოდი, ამოვიდო კიტრი, პავიდორო ამოდი, ამოვიდო პავიდორი. ატამო ამოდი, ხორბალო ამოდი და ამ შემდეგ. გოჩა შეუძლია ეს, ღმერთს ამოყავს. ამიგეთ? სწორედ ასე, მაგრამ გოჩას მოქმედების ნამდვილი ნაყოფები გოჩას ცნობიერების ზედაპირზე ამოდის. განსაკუთრებული მცენარის სახით, რომელსაც ქვია კარმა. ანუ ის რასაც აკეთებს გოჩა, იმასაც ქვია კარმა, მისი შედეგი რაც არის, იმასაც ქვია კარმა. კარმა მოქმედებასაც ნიშნავს და ნამოქმედარსაც. და რას ისხამს ეს მცენარე? თქვენი აზრით? ან ცოდნას ისხავს, ან სიამოვნებას. ეს ცოდნა და სიამოვნებას როგორ მოისხამს? ეს საინტერესოა. თუ როდესმე შეგიჩნევია შენ ცნობიერებაში, რომ რაღაცა სიამოვნება მოისხა რაღაცა ხელზე. არა, ეგრევე ვლინდება. არა, სიამოვნება გარედან მიიღება. Please.
დროს. რამდენი ხარ ხალხი? ხომ არ იცით რას ისხავს ეს სცენარი? კი, შენ იცი. ეს სცენარი ეს რაც ნამდვილი ნაყოფი ჩვენი მოქმედებისა ჩვენ ცნობიერებაში ისხავს დაუძლებელ სურვილებს. ამოდის დაუძლეველი სურვილები და ეს დაუძლეველი სურვილები მიგვაქანებენ ჩვენ დაუძლეველი მოქმედებისაკენ. შეიძლება არ ზმინა, იმას მაინც ვაკეთებთ. ის სურვილები მოდის დადგენილ დროს ჩვენთან და გვამოქმედებს. ანუ ჩვენ მათი ტყვე ვართ. ჩვენ ვართ წარსული ნამოქმედარის ტყვე. აი ეს არის კარმა. სვათარმა, როგორც უნდა სრულყოფილი იყოს ის. კარმას აღმოქმნის. ყველა ჩვენი აქტივობა ითესება და ნაყოფიერებს. მაგრამ სანატანათარმა ეს არის ისეთი თარმა, ისეთი გზა, როცა ადამიანი მოქმედებს, აუცილებლად მოქმედებს. თუ ადამიანის სვათარმა არის ეზოს დაგვა, ქუჩის დაგვა, მეზოვლია. ხო? სანატანათარმა მისი სულაც არ ნიშნავს, რომ ის მეზოვე არ იქნება. ის ისევ იქნება მეზოვე, მაგრამ მისი მოქმედება კარმას აღარ წარმოქმნის. იმიტომ რომ ის კრიშნას სურვილს ასრულებს. ის უკვე აღარ ასრულებს საკუთარ სურვილებს. ის მოქმედებს კრიშნას სურვილებით. ეს არის კრიშნას მსახურება. კრიშნას როცა ჭირდება, ის გადაადგილდება თავისი ერთგულის ფეხებით. როცა ჭირდება, ის რაღაცას აკეთებს თავისი ერთგულის ხელებით. როცა ჭირდება, ის რაღაცას ლაპარაკობს თავისი ერთგულის ენით. რაღაცას ხედავს თავისი ერთგულის თვალით. რაღაცას ეხება თავისი ერთგულის კანით. ამას ყველაფერს კრიშნა ეკეთებს როგორც ინსტრუმენტს. და შენ თუ განწყობილება იყო კრიშნას ხელში ინსტრუმენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იპოვე სანატანათარმა, შენი მარადიული დანიშნულება, შენი მარადიული ბუნება. არ ნიშნავს მარადიული ბუნება, რომ შენ სადღაც ხარ 60-ში და 100,000 წელი არფაზე უკრავ. და აღარ თავდება და უკრავ და აღარ გიდა მაინც უკრავ არფაზე დაფრინავ. არ არის ეს. არ არის ეს მარადიული დანიშნულება. მარადიული დანიშნულება არის ჭკვიდან ახარ გადასული სიყვარულიდან, სულ მოქმედებ, სულ გაგიჟებული ხარ, სულ აქტიური ხარ. არ არის აუცილებელი ამისათვის, რომ შენ სხეული დატოვო. განთავისუფლებისათვის არ არის საჭირო სხეულის დატოვება აუცილებელი. შენ ამ სხეულს იყენებ. ამ განსაკუთრებული სიყვარულის, განსაკუთრებული სიგიჟის დროს. ამას უხსნის მთელი ბჰაგავად გიტას განმავლობაში კრიშნა არჯუნას. მთელი გიტას განმავლობაში. არ ვიბრძოლებ არჯუნა მოკიდა. ხო რა, არ როგორც ბავშვები არ ვისწავლი. ისწავლე, არ ვისწავლე. ამას უხსნის მთელი ბჰაგავად გიტას განმავლობაში. როცა არჯუნამ შეხედა აქეთ ბიძაშვილები, სულიერი მოძღვარი, ნათესავები, ფიშმა, ბაბუა, ყველაზე საპატივცემულო პიროვნება იმპერიაში, ეს უნდა მოკლას. ხო და არჯუნას ერთ-ერთი მიზანი ჰქონდა, რომ მთელი ცხოვრება გაატარა პატიოსნად, როგორც ნამდვილმა მებრძოლმა, ნამდვილმა ქშატრიამ. შემოლედავლე, განაგდავ. როგორც ნამდვილმა ქშატრიამ, ერთი წუთი და უყოფმანია. ერთი წუთი საკუთარ თავზე არ უფიქრია. ერთი წუთი საკუთარ სიცოცხლეზე არ უფიქრია. როგორც ნამდვილი ქშატრია ესე იცეოდა. ომში და მშვიდობაში. როცა მღეროდა, როცა ცეკვავდა, ხალათ რომ იყო გადაცმული. დაიხატა თვალები, იბალებოდა და თეზოების რხევით
საჭურისი ვარო და პრინცესას საძინებლებში შეუშვეს ცეკვის მასწავლებლად. და მე რომ გაირკვა რომ არ იყო საჭურისი კი არა და რომ გაირკვა რომ სახელი არ გატეხოდა პრინცესას, თავის საკუთარ ვაჟს გააყოლა ცოლად. იმდანაც ღირსეული ადამიანი იყო. ნამდვილი ჩატრია იყო. მაგრამ დადგა მომენტი რომ და რატო? იმიტომ რომ 60-ში უნდა მოხვედრილიყო. ეს იყო მისი მიზანი. ეს იყო ყველა ჩატრიას 60-ში უნდა მოხვდე. როგორც ვიკინგები ხვის როგორც ვიკინგებს ჰქონდათ რომ ოდინთან დიდ გაწყობილ სუფრაზე ალხალაში რომ მოფრინდებოდა ის რომ პალკირიები რომ მიყავდათ სულები ამას ელოდებოდა არჯუნა და ეხლა რა გამოვიდა რომ მოკლავს ამათ 60-ში ვერ მოხვდება ვერანაირად საკუთარი ბაბუის მკვლელი არ მოკლავს უარსიტყვის ბრძოლაზე 60-ში ნამდვილად ვერ მოხვდება როგორც ბრძოლის და გაქცეული ჩატრია დაკარგა საკუთარი სხვათარმა შეგრძნება აღარ გამოადგა სხვათარმა ხომ არ გონიათ ვიღაცა ბნელი და გამონათლებელი იყო არჯუნა იოგას რავე საფუძვლს ფლობდა მედიტაციის შეეძლო კონცენტრაცია შეეძლო საოცრად ვეღარ იპოვა თავის სხვათარმა Arpania došlo pachata svaphavach. Pričkami tvam tharma samudkham chetas. Mere? Agar gasot. რა უშავრაზე აზრი თქვი აზრი. Აბა ხო ვაზრობა იყო რა თქვი. არა ქართულად ხოლმე გავიგე. კი. სიძულწის სენმა მოკლა ჩემში გმირის ბუნება აწი უძლურმა საკუთარი ვეღარცან ვალი რაშია მადლი გეკითხები ია ჩრეახ სიადიში და მრუხიტანმი რაშია მადლი გეკითხები როგორ შეგირდი აჰა მოგენდე მომაფარი წყალობის თვალი სიძულწის სენმა მოკლაო ჩემშიო ჩემი სხვა თარმა ჩემი გმირის ხატრიას ბუნებაო და სიძულწის სენი იცით რა იყო რამე საკუთარ თავს დაიწყო ფიქრი. მთელი ცხოვრება საკუთარ თავს არ უფიქრია. ეხლა დაიწყო რა. გახსოვთ ერთი დადგმა ესეთი ძველი მოდევილები. თქვენ შეგიძლიათ ხალის გულისათვის თავი გასწიროთ. მე აფერე მამივა. აი სიძულწის მე აფერე მამივა. ამასაც დაიწყო ფილმი თვითონ რა მოგვიდოდა. იმის მაგივრად რომ თავის მოვლება შეასრულებდა. და ბოლოს როგორც იქნა აუხსნა კრიშნა. შენ მარადიული ყდავის სული ხარ. და მითო კი არ უნდა იბრძოლო, შენ მარადიული ყდავის სული ხარ და სხეული ადრე თუ ვერ მოკვდება. ეგ არ არის არგუმენტი. მაგითო კი არ უნდა იბრძოლო, არა. შენ მარადიული ყდავის სული ხარ და შენ ჩემი ნაწილი ხარ. და ახლა შენ ჩემი ნაწილი ხარ. შენ ჩემი სურვილები უნდა გესმოდეს. აი ეს არის თავი. და ჩემი სურვილია რომ ესე უნდა დაიხოცოს უყოლა ვინც აქ არიან და თუ არ გჯერა, ეხლა მე დაგანახებ მომავალს და არჯუნას აჩვენა მომავალი. ყველანი ესენი მიფარფადებდნენ სისკენ. ყველა დახოცილი იყო. ეს მოხდება. უშენო თუ შენ მაინც მოხდება. შენ შეგიძლია ჩემი სურვილი შეასრულო უბრალოდ. აი ეს არის სხვა თარმა. ეს სანატანა თარმა. ჩვენი მარადიული დანიშნულება. პარადა. ათაფაო ჩვენ გამდენი გვაქვს რომ გამახსენეთ გრაფიკში როგორ ეწერა. როგორ? Уже пора, все. ესე იგი დამთავრდა წელიწადი, გასული წელი და დამთავრდა მარათონი, შილა პრაფოვადას მარათონი, უცნაური რამ. სოფსეკუთი უცნაური რამ. შილა პრაფოვადას მარათონი. რომ ერთ თვეში ვრცელდება იმდენი წიგნები, რამდენი მთელი წლის განმავლობაში. ამ ერთ თვეში ღებულობს ყველა ეს ერთგული ვინც გადის ციგნების გასავრცელებლად, იმის შეგნებას, რომ მისი მარადიული დანიშნულება არის კრიშნას სურვილის შესრულება. და როგორ უნდა გავიგოთ კრიშნას სურვილი? არა გვაქვს ამის როგორ კრიშნას სურვილი მოცემულია წმინდა წერილებში.
წმინდა წერილების დანიშნულებას ვინც ასრულებს, მაშინ წყალობა უცბად გადმოვა. აქ არის მოცემული და კრიშნას წარმომადგენელს მოაჩვენეთ ამ კრიშნას სული. პრაბჰუპადა მოიტანა კრიშნას სული, რომელიც ცოდნა უნდა გავცელდეს. ვისაც შეგიძლიათ, გაავრცელეთ. თქვენ მიიღეთ. ან როგორც პოსტალიონი ისე მოიქეცით, გაავრცელეთ, მიეცით სხვას, იმიტომ რომ ამას ადამიანები ელოდებიან ისევე როგორც აი დასახჭობად განწერული ადამიანი ელოდება გადაუგდებენ მაშვალ რგოლს. და ის ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად დადიან სანკირტანაზე, მარადიული დანიშნულება ცოცხალი არსების არის სანკირტანა. სანკირტანა ნიშნავს ღმერთის ერთობლივად გადიდებას. კირტი არის გადიდება. ხოტბი შეწყმა. აკირტი არის სირცხვილი და თავის მოჭრა. სანკირტანა არის ერთობლივად, კოლექტიურად, თანამშრომლობით კანდიდება ღმერთის. ორი კომპონენტია. პირველი ღმერთის დიდება, რომელიც შეიძლება დაждდება გამოქვაბულში და ადიდო ღმერთი, რომელსაც შედეგი აღარ აქვს. ან ერთად შეიძლება უყოლან ერთად აკეთოთ თანამშრომლობით რაღაცა ისეთი, რაც ღმერთს განადიდებს. აი ეს არის დღევანდელი ეპოქის სანატანა თარმა. დღევანდელი ეპოქის მთავარი დანიშნულება. და დასრულდა სანკირტანა შედეგების შესახებ მოგიყვებიან. ეხლა ჩვენი ლექციაც დასრულდა და დაიმახსოვრეთ ერთი რამ. როგორც უნდა ჭკვიანი იყოთ, როგორც უნდა განათლებული იყოთ, როგორც უნდა კარგი წარმოშობის იყოთ, კარგ ოჯახში გაზრდილი, როგორც უნდა ლამაზი და თანადი იყოთ, მაინც მოგდებით. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არა უბედურება. იმიტომ რომ ყოლაფდება, უბედურება ისე რომ მე მაინც დაიბადებით. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ხელახლა მოგიწევთ ამ უბედურების გავლა. ერთადერთი ეს არის სანატანა თარმა, ჩვენი მარადიული, უკვდავი, მარადიული თარმა, ჩვენი მარადიული ბუნება. ჩვენ არასოდეს არ მოვკვდეთ და არასოდეს არ დავიბადოთ. ჩვენ ვართ მარადიულები, სული არ კვდება არასოდეს, არც იბადება. არც წარმოქმნილი, არც ოდესმე წარმოიქმნება. და ეს გზა, ეს დანიშნულება სრულდება მხოლოდ ერთგული მსახურების გაწყობაში. ნელ-ნელა ცდილობ შენ ერთგული მსახურება აწარმო, ნელა სიყვარული იხსნება. მათ სიყვარული იხსნება, უფრო მეტად გიბიძგებს ამ მსახურებისადმი. მეტად გიბიძგებს, მეტად იხსნება სიყვარული. არ ფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა ზეცაში აფრინდეთ და იგაიგოთ რა არის ეს. არა, ამის გაგება აქ შეიძლება და აქ არის შესაძლებელი. ჰარე კრიშნა. შეკითხვები თუ გაქვთ? შეკითხვები, დამატებები? ხილული? ხილვები, კი, ვახსენე, კი, როცხა ვახსენე, კი, რაზე ვახსენე? რიში, ხო. ხილვალ და ჰალუცინაცია შოვი ნახავი სანტუკამატი ახლა ბოლო ხილოსა და ჰალუცინაცია შორის სარგადის ზღვარი. გასაგები. აბსოლუტური ჭეშმარიტების გარკვეული ასპექტის ხილვას ქვია დრიშტვა დარშანი. ანუ გამოცხადება. აი მაგალითად იოანეს გამოცხადება ერთ-ერთი დარშანი. ეს დარშანი მოდის უნარიდან, რომ შენ შეიძლება აღიქვა უკვე ბევრად უფრო მაღალი რეალობა, ვიდრე მატერიალური რეალობა. და ეს აღქმა არ ხდება გრძნობებით. გრძნობებით არ ხდება. ეს აღქმა გრძნობების გარეშე ჭკუით უფრო მაღლა სულიერი ხილვა და აბსოლუტური ჭეშმარიტების გარკვეულ ასპექტს გაჩვენებს.
კლასიკურ ფილოსოფიაში არის 6 დარშანი აღწერილი. ეს არის ნიაია, იოგა, Description of Uh, different darshans. რაღაც აქ 6. ერთ-ერთი მათგანი არის ვედანტა სუტრა, კარმა მიმავსა, უტარა მიმავსა. ეს 6 დარშანი ავტორიტეტულია, მაგრამ ისინი მხოლოდ აბსოლუტური ჭეშმარიტების მხოლოდ ასპექტს აჩვენებენ. და ამ ასპექტით შეიძლება ესე გაგიტაცოს, რომ მე საერთოდ დაგავიწყდეს აბსოლუტური ჭეშმარიტების ძებნა. და ჩათვალო, რომ ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რაც გამოგეცხადა. ეს დარშანი რაც მიიღე, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. ისე როგორც 4 ბრმა სპილოს რომ ეჩანიჩება, ერთი ამბობს, რომ სპილო ეს რაღაცა ხორცის სვეტია. კი, ეს არის სპილო, ეს არის. მეორე ამბობს, არა, სპილო რაღაცა მოქნილი, რაღაცა ისეთია ხორცუმშიც. ესამე კუც უჭირავს მეოთხე ეშვებს და ყველა ამბობს, რომ ეშვებია სპილო. ეს კუდია სპილო. აი, შეიძლება ეს მოხდეს და ესეც ხდება. ამიტომაც ვაიშნავები დიდად არ არიან გატაცებული ამ 6 დარშანს. ეხლა ჩემ ჰალუცინაციას. ჰალუცინაციას პატანჯალი განმარტავს, როგორც ჩვენი ცნობიერებაში აღძრული ტალღების ერთ-ერთ კატეგორიას. პრამანა ეს სარწმუნო, ნორმალური აღქმა, ვიპარეაია ეს არის შეცდომითი აღქმა, როცა რაღაცა გეჩვენება, რომ ეს მე მომეჩვენა, ეხლა რაღაც ხედ. სიმინელეში სადღაც თოგი მომეჩვენა გველად ამ რაღაცა. და ვიკალპა ეს არის ჰალუცინაცია. როცა შენ ცნობიერებაში აღიძრება ტალღები, რომლის შესაბამისი რეალობა არ არსებობს. ეს არის განსხვავება. ვიკალპა არის ჰალუცინაცია და მის შესაბამისი რეალობა, აღქმული რეალობა არ არსებობს. ის იქ წარმოიშვა ცნობიერებაში. ხოლო დარშანი არის გარკვეული არსებული რეალობის ასახვა ცნობიერებაში. აი ამაში არის განსხვავება. ეხლა იმის გამკრობა, რომ ნაუშად პატანჯალის იოგა სუტრები იყო თუ არა ჰალუცინაცია და თუ ეს იყო მართალი დარშანი, ეს უკვე ამ რიშების ეს რიშები როგორც ესე არიან პიროვნებები, რომელთაც არ აქვთ мотивация რომ მოიტყუო. სანდო ძალიან ამაღლებული პიროვნებები არიან. შესაბამისად ცხადად შეიძლება გაარკვიო დარშანი რა არის და ჰალუცინაცია რა არის. ეხლა იმისათვის რომ გამოცხადება კონდეს აი ქრისტიანული პრაქტიკით, ისეთი სიძბილის ადამიანი უნდა იყო როგორც ივანე იყო. აი ეს არის არის შეიძლება ერთი კითხვა. აი თქვენ რომ ბრძანეთ რომ აი თითის მაგალითად მოიყვანეთ რომ ეს ჩვენი ნაწილია თითი. თითი ხო არ არის პიროვნება, აი კარგად რომ წარმოვიდგინოთ პიროვნება შედარებაა, ეს ხო ხოლმე შედარება. იქ როგორ არის პიროვნება? იქ არა, აქ საერთოდ აქ. ეს არ არის იქ და აქ, ყველგან. რეალობა ესეთია. ом пурнамада пурнамидам пурнат пурнамодачат პურნამ აბსოლუტურად ჭეშმარიტება სრული პურნამ და მისგან მუდმივად გამოიდინება ასევე სრული ნაწილი სრულყოფილი ნაწილი მიუხედავად იმისა რომ მუდმივად გამოიდინება სრულყოფილი ნაწილები აბსოლუტური ჭეშმარიტება სრული მაინც სრულად რჩება არაფერი ხო ეს არის უდიდესი ჭეშმარიტება რომელიც იაჯურვედას უძღვის წინ ძალიან დიდი სიბრძნეა და იშოპანისას უძღვის წინ ამაღებთ მთავარ ვედას და მთავარ უპანიშადს ამის გაგება რეცნელი მაგრამ ერთი რამ ცხადია რომ ის პიროვნებები ცნობიერი პიროვნებები რაც არის გამოდის უფლის ნაწილები ვართ ორ კატეგორიად იყოფა ერთი არის ანტარანგა შახტი ეს შიდა ენერგიები, რომელიც მუდმივად მასთან არიან, ახლოს სივრცეა, ეს განუზომელი სივრცეა იქ სივრცეში. მაგრამ იქ არიან მასთან ურთიერთობაში, მასთან თამაშობენ. არის ტატასთხა შაქტი, რომელიც აცაკეთა აციკით. იქით არის ბახირანგა შაქტი, ანუ გარემილია, მატერია, არაცნობიერი მატერია. ეს ტატასთხა ჩვენ დაიდები. არის აცაკეთა აციკით, აი საგაჩვაში ვართ. და რახან ესე ვართ და ახლო ურთიერთობაში არა ვართ ქრისტესთან. ჩვენ ამგვეძრება სურვილი რომ ვიყოთ მთელი. მთელი რომ შენაირი ვარ, რა მთელი მინდა ვიყო.
ხელიდან ვიყო და აგერ მოდიხარ აგერ ამ ილუზორულ სამყაროში და გექნება საშუალება რომ გამოცადო რომ მთელი იყო. კრიშნა ამას გვიმოყვეს. აქ არის ერთი დიდი დილემა რომ როდის მოხდა ამ დაცემა. არასდროს არ მომხდარა ეს დაცემა. იქიდან არავინ არ ეცემა. აი კუთხადან და ზევით იქიდან არავინ არ ეცემა. უბრალოდ იქ გადაბრუნებული პირამიდა როა იყო. უზარმაზარი სულიერი რეალობა ბოლოს იყო. უზარმაზარი იქით რომ ჭეშმარიტება არ არის. მათ ახპარად არ ამნანიაც კიჩი და სტიტანანჯაია. ჭეშმარიტება რასაუს ჩემზე მაღალი. იმის იქით. იქ ყველას ადგილია. ყველას ცნობილი არსების ადგილია. ჩვენ იქ არასდროს არ ყოფილვართ. იქიდან არ დავცემულვართ, მაგრამ ჩვენი ადგილი მაინც არის. ის ცარიელი ადგილი, რომელზეც კრიშნა ტირის. ყოველს კრიშნას გულში არის ხიწვილი, ყველა ცარიელი ადგილი. და ელოდება ყველას რომ მოვა. ჩვენ ვართ მარადიული ტატასთა შაქთი. რომელიც ჩვენი ტენდენციების გამო ილუზიაში მოყვებით, მაგრამ თუ მივენდობით ღმერთს და წმინდა წერილებს, გადმოგდებული აქვს მაშველი რგოლი. თუ მივენდობით, მაშინ მოხვდებით იქ და იქიდან არასოდეს აღარ ჩამოვარდებით. ჰარე კრიშნა. კიდევ ხარ გაგჩვენთ. კი ბატონო. ბატონი ამბობს, რომ ქშატრიას თარმა, ქშატრიების ოჯახშია ნაჩენილი და ეს თარმა. შეიძლება პროფილში მიტრიალდეს? Can you show him your place in the profile? ეს ქშატრია. ხედავ რომ ქშატრია. So it is he can see that you are kshatriya. და kshatriyas მოგესწრება რომ ბრძოლა ევალება ეს რასაც ამბობს გადავხარდა. დიახ. და შესაბამისად რაღაცნაირად ეს ბრასთან არის ბრძოლა, სიბრაზესთან არის დაკავშირებულიო და რასთან? ბრასთან. ბრისხანებასთან. ბრისხანებასთან და რომ უნდა განვასხვაო, როდის უნდა გაუბრაზდეთ და როდის არა. როდის არის სწორი გაუბრაზდეთ და როდის არა. იმიტომ რომ აა, ოკეი. როგორ სახელი რა არის ამ ბატონის? ანკი. Анки брапу. Ситхва кшатрия. Это не значит тот, который обязательно совместно с винс ходит омопс. Кшатриате, кшема, который эсарисис винс ицавс умткивилисага. Kshatriya is the one who who prevents from pain, protects from pain. Traiate, ეს არის დაცვა. Protection, traiate is protection. ასე რომ თქვენი მთავარი მოვალეობა ძალადობა კი არ განახორციელოთ, არამედ დაიცვათ ძალადობისაგან. The main responsibility of the Kshatriya is not to conduct violence, but to protect and prevent from violence. და ასეთ შემთხვევაში თუ თქვენს ძალას გამოიყენებთ რომ დაიცვათ, ანუ ეს იქნება სხვა თარმა, თქვენი კარმა მინიმალური კარგი იქნება. When if you follow this rule and use your force and your swadharma for this purpose, your karma will be minimal. მაგრამ კარმა მაინც იქნება. However, karma will still be present. და თუ თქვენ ისწავლით ბუთი იოგას ხელოვნებას, But if you learn Buddhi Yoga, the art of Buddhi Yoga, რაც ნიშნავს საკუთარი გონების სწორად ფორმირებას, which means that you form your mind in a proper way, მაშინ თქვენ შეასრულებთ თქვენს მოვალეობას ისე, რომ კარმა აღარ იქნება.
And you'll be able to conduct your responsibilities in a manner that does not create karma. და რას ნიშნავს ეს? And what does that mean? ბუთხი ეს არის მეტლე თქვენი ცხოვრების ეტრის. Buddhi is a charioteer of your life. და თქვენმა მეტლე უნდა იცოდეს სამი რამ როგორც მინიმუმ. No, and your charioteer should be aware of at least 3 things. პირველი ტარება უნდა იცოდეს. He should be capable of riding the horses. ანუ სადავეების მართვა უნდა იცოდეს. He should be capable of properly და სადავეების ჭკუა and these directions მანას ჭკუა. ანუ ჭკუის მართვა უნდა შეეძლოს ხესბონებას. the intelligence should be able to manage or control your mind. ანუ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, მას მართვის მოწმობა უნდა ქონდეს. So, saying modern terminology, should have a driver license. მეორე რაც მას უნდა ქონდეს, The second thing, ეს არის მან უნდა იცოდეს მოძრაობის წესები. the second thing that is required for intelligence is that it should know quite a lot of rules. და მან უნდა იცოდეს გზები. და უნდა იცოდეს გზები. Then it also should know the different paths and ways. და ის არ უნდა წავიდეს ცუდი გზით, არ უნდა წაიყვანოს ცხენები. So, and it should avoid getting on the wrong and bad path. მაგრამ However, ხო, ცუდი გზით არ უნდა წაიყვანოს ცხენები და მესამე რაც მან უნდა and the იცოდეს, third thing that თუ ერთხელ ცუდად იარა, if he ის არ უნდა გაიმეოროს. has once got off to the wrong way, he should never ever repeat the same. ანუ ერთხელ თუ ჯარიმა მიუვიდა, So if you once have received the penalty, მეორედ აღარ გაიმეოროს ის დარღვევა. you should not do the same thing again. ამას ქვია მონანიება. So it is the repentance. და საბოლოო ჯამში ესეთი ჭკუა. ამ მეტლს მაინც მიიყვანს სიკვდილამდე. So, but anyway, even that kind of intelligence will drive this chariot towards the end and this is death. მაგრამ სხვა ეტლებისაგან განსხვავებით ის ისე მიიყვანს სიკვდილამდე, რომ გზავს ემახსოვრება კრიშნა. But contrary to other chariots, your chariot here, so this chariot will go through such a path that the passenger will always remember Krishna. თუ სხვა ეტლები გადავარდება ხრამში, ისე დაინგრევა, სიკვდილი ესეთი იქნება, ცეცხლი წაიკიდება, ავარიაში მოყვება, არა. ეს მიიყვანს ეტლს გარაში, დააყენებს და აღარასოდეს აღარ ჩაჯდება ეტლში. If other chariots will fall off the cliffs or get into the accident or get burned down, this is not what will happen to that chariot. It will get into the garage, park it in there, and will never get back into the chariot. ეს არის ბუთხი იოგა. This is what yoga, ერთგული მსახურება. and this is devotional service. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას ბრაზის მრისხანების შესახებ. So, concerning this angle that you are interested in, კროთხა ვეგამ побуждение აღძრული მრისხანება უნდა მოითხოვოს. you should always try to refrain or to cool your anger when it rises. როგორ? And how is that done? არსებობს მრისხანების ორი სახე. There are 2 types of anger. როცა მრისხანება მართავს ადამიანს When an anger is controlling a person,
და მეორე, როცა ადამიანი მართავს თავის მრისხანებას. And the second time is when a person is controlling his or ეს ქსატრიამ უნდა იცოდეს. Kshatriya is supposed to know that. ეს თქვენ სისხლში უნდა გქონდეთ. You should have that in your heart. სისხლის ანალიზი გაიკეთეთ იქ გეტყვია. Take the blood test. მრისხანება უნდა მართოთ და როცა მრისხანების მართვა შეგიძლიათ, მაშინ თქვენ შეასრულებთ კრიშნას სურვილს და მასში გაბრაზდებით, როცა კრიშნა სჭირდება. So you should be seeking to control your anger, and when you will master that, only then you will be able to use your anger properly, and only then this anger will be used in Krishna's service. ხანუმანი არის ამის მაგალითი. And the perfect example is Hanuman. მან ისეთი მრისხანება გამოიჩინა, რომ მთელი ლანკა დაწვა. He displayed such an anger when he realized all Lanka set fire to entire Lanka. მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია შიშით, არც პირადი მოსაზრებებით, ეს უბრალოდ რამას აღმოყენებს. He didn't do that out of fear or out of his personal desires. He did that as a service to Lord Rama. როგორც ერთ შემთხვევაში, ასევე მეორე შემთხვევაში, In both cases, თქვენ უნდა იშოვოთ კარგი მეეტლე, you have to find a good chariot. ყველაზე კარგი მეეტლე კრიშნაა. And the best chariot is Krishna himself. არჯუნას მეეტლე იყო. He was chariot of Arjuna. და ამას ყველაფერს იმისათვის, რომ კრიშნას დაუძახოთ თქვენი ცხოვრების მეეტლეთ, And in order to be able to quote Krishna as your chariot here in your life, ამას ჭირდება პრაქტიკა. you have to practice. სათხანა. Follow sadhana. ჩვენი სათხანა არის 16 წრე ჰარი კრიშნა, Our sadhana includes 16 rounds of Hare Krishna Mahamantra chanting და 4 პრინციპის დაცვა. and speaking for everything. არა ძალადობას, არა ინტოქსიკაციას, Violence, no intoxication, არა ტყუილს, there are no lies, არა გარყვნილებას. and no შემოგვიერთით. შემოგვიერთით. So you can join us any moment. შემოგვიერთით ამ სათხანაში. Join us. ყველანი, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ მართლა დაიწყოთ, უნდა დაიწყოთ ეს სათხანა. Control your life and control your mind. შემოგვიერთით ყველა. You can join us any moment. Hare Krishna, Hare Krishna, Krishna Krishna, Hare Hare, Hare Rama, Hare Rama, Rama Rama, Hare Hare. Hare Bol. Srimad Bhagavad Gita ki, Srila Prabhupada ki, Sri Sri Nidai Gautam Chandra ki. დიდი მადლობა. პრასადის დრო მოვიდა. მადლობა თქვენ. ალბათ გადავაჭრე.